გამარჯობა მეგობრებო. დუბლი, ისტორიული სტატისტიკა, რეკორდები და ლეგენდების შეფასებები. კაპელო, ბეილი და რუნი უკვე ღიად ამბობენ იმას, რასაც ქართველები დიდი ხანია ვხედავთ. ხოლო სანამ ამ საინტერესო ინფორმაციებზე გადავალთ, გეტყვით რომ ეს ამ თვის ბოლო ვიდეოა. ხოლო ჩვენი მიზანია რომ ამ თვეში 99,000 გამომწერზე ავიდეთ. გვაკლია 400. ამიტომ მოდი ვცადოთ რომ სწორედ ამ ვიდეოთი მივაღწიოთ ამ ნიშნულს. ასევე ავიდეთ ტრადიციულ 2,000 მოწონებაზე, რადგან თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ახლა კი დავიწყოთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში PSG მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და ფანტასტიკურ შეხვედრაში 5-4 დაამარცხა. ეს იყო მატჩი, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები კიდევ დიდხანს გაიხსენებენ. 9 გოლი, მუდმივი დაძაბულობა და თამაშის ბედი ბოლო წუთამდე ღია დარჩა. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კი ყველაზე სასიხარულო ამბავი ის იყო, რომ კვარაცხელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და დუბლის გაფორმება შეძლო. შეხვედრის დასაწყისში ბაიერნი უკეთ გამოიყურებოდა. სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ჰარი კეინი სუსტად შესრულებული პენალტით წინაც გავიდნენ. თუმცა 24 წუთზე კვარაცხელიამ თავისი სიტყვა თქვა. ქართველმა ვარსკვლავმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და PSG თამაში დააბრუნა. ამის შემდეგ მატჩი კიდევ უფრო გაიხსნა. 33 წუთზე დემბელეს კუთხურ შუაუნევეში თავური მოჰყვა და პარიზელები წინ გავიდნენ. 51 წუთზე კი მაიკლ ოლისემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე PSG-მ პენალტი მოიპოვა, რომელიც უსმან დემბელემ გამოიყენა. შედეგად ლუის ენრიკეს გუნდმა ტაიმის 3-2 მოიგო. მეორე ნახევარში კი ხვიჩამ კიდევ ერთხელ გაიბწყინა. 56 წუთზე ჰაკიმის გადაცემის შემდეგ კვარაცხელია უმეთვალყურეოდ დარჩა და შესანიშნავი დარტყმით დუბლი გაიფორმა. PSG უკვე 4-2 იგებდა. ხოლო 2 წუთის შემდეგ დემბელემაც მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 5-2 გახდა. თუმცა ბაიერნი არ გატყდა. 65 წუთზე ლუის დიასმა გაიტანა. 68 წუთზე კი უპამეკანომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ თამაში ბოლომდე დაძაბული დარჩა, მაგრამ PSG-მ უპირატესობა შეინარჩუნა და ნახევარფინალის პირველი მატჩი მოიგო. ლუის ენრიკემ ხვიჩა 84 წუთზე შეცვალა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა. ხვიჩას თამაში კი სოფასკორმა 8.4 გოლით შეაფასა. შეხვედრის შემდეგ კი რა თქმა უნდა მედია კვლავ აფეთქდა. მაგალითად ლე პარიზიანი წერს: ხეცი, რომელიც ღრიალით იბრუნებს სალას. ამბოხი კვარაცხელიამ წამოიწყო. დაუძახეთ მას ჩეგეკვარა, აჯანყების ლიდერი. ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებასთან ერთად სრულიად ახალ დონეზე გადაინაცვლა. იქცა ახალი სამყაროს მოსტრად, რომელიც მეტოქეებს შთანთქავს. ერთ რამეში კი ყველა დარწმუნებულია. გერმანელებმა რაღაც დაუვიწყარი ნახეს. კვარაცხელია კი სამაგალითო გარემარბად ყალიბდება. კერძოდ ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ტროი დინიმ, რომელიც ამჟამად CBS სპორტის ექსპერტად მუშაობს, პარი სენ-ჟერმენის ქართველ შემტევზე კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჩემი აზრით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში მარცხენა გარემარბმა ზუსტად ისე უნდა ითამაშოს, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს. მას გააქვს გოლები, აკეთებს საგოლე პასებს, მაგრამ ასევე დაცვაში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. გასული და მიმდინარე სეზონის კვარაცხელია მარცხენა გარემარბის ახალი მაგალითია, ამბობს ტროი დინი. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიასთვის ეს შეხვედრა მხოლოდ დუბლით არ ყოფილა მნიშვნელოვანი. მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შეაბიჯა. კერძოდ კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შემოღების შემდეგ ტურნირის ყველა ეტაპზე გოლი გაიტანა. ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხვიჩა მხოლოდ კონკრეტულ მატჩებში კი არა მთელი სეზონის განმავლობაში გადამწყვეტია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი პლეი-ოფის სტატისტიკა. მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში ხვიჩას უკვე 9 საგოლე მოქმედება აქვს, 7 გოლი და 2 საგოლე პასი. ეს ტურნირზე საუკეთესო შედეგია. ხოლო მეორე ადგილზე დეზირე დუე და ხულიან ალვარესი არიან 7 საგოლე მოქმედებით. ხოლო კიდევ უფრო მძიმე სტატისტიკა ასეთია. 2003-2004 წლების შემდეგ კვარაცხელია მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ სიაში მის გვერდით არიან ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდუ, რობერტო ფირმინო, რაფინია და რობერტ ლევანდოვსკი. და ბოლოს, კიდევ ერთი ძალიან ძლიერი მაჩვენებელი. PSG-ში გადასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიაზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ ჰარი კეინს აქვს. კეინს 21 შედეგიანი მოქმედება დაუკრავდა, ხოლო კვარაცხელიას 20, 13 გოლი და 7 ასისტი. ბევრის აზრით კი კვარაცხელიას ოქროს ბურთიუტოპია აღარა და ქართველს იამალის და მბაპეს დონეზე აყენებენ. ამასთან ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო PSG-სა და ბაიერნის მატჩს გამოეხმაურა. მან კი კვარაცხელიას მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. საოცარი თამაში იყო. ლუის ენრიკე ძალიან მომწონს, აბსოლუტური ლიდერია. მან მოახერხა და გუნდიდან მბაპე გაუშვა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაუცებს, რაც კვარაცხელიასთან დაკავშირებით შეძლო. ნაპოლიში ის რამდენჯერმე გააკეთებდა აჩქარებას, მაგრამ შემდეგ ჩერდებოდა. ახლა კი სულ დარბის. ამ მომენტში ის საუკეთესო ფეხბურთელია, განაცხადა კაპელო. ასევე ჩემპიონთა
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ ახლო წარსული ცნობილმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. საოცარი ფეხბურთელია. მის თამაში ყველაზე თვალშისაცემი ბურთთან ურთიერთობა, მცირე სივრცეებში სიმშვიდე და სრული არაპროგნოზირებადობა. ცვალებისთვის ძალიან რთულია მიხვდნენ რაც გააკეთებს შემდეგ წამს. მას აქვს ის იშვიათი კომბინაცია, როცა ნიჭი მხოლოდ სანახაობას კი არ ქმნის, არამედ პირდაპირ შედეგზე მოქმედებს. თუ პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლებს, მაშინ ხვიჩას ოქროს ბურთისთვის ბრძოლის რეალური შანსი ექნება. მის გარშემო შეიძლება ისეთი დიდი ხმაური არ იყოს, როგორი სხვა ვარსკვლავების შემთხვევაშია, მაგრამ მოედანზე მისი გავლენა უმაღლეს დონეზე ძალიან დიდია. ბევრი მის სახელს კვლავ არსენალს ან სხვა კლუბებს დაუკავშირებს, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან ცოტა გუნდს შეუძლია მისეს ის ამბიცია და ისენა, რაც მას დღეს PSG-ში უკვე აქვს. ახლა ის ისეთ გუნდშია, რომელსაც ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია და რაც მთავარია, თვითონაც ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ის აღარ არის მხოლოდ დიდი ტალანტი. კვარაცხელია ნენელა იმ ტიპის ფეხბურთელად ყალიბდება, რომელსაც თამაშის სურათის შეცვლა და მთელი სეზონის ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ თუ ამ გზას გააგრძელებს, მასზე უბრალოდ კარგ მოთამაშედ აღარ ილაპარაკებენ. ჩვენ შეიძლება ვხედავდეთ ამ თაობის ერთ-ერთი ელიტური და განმსაზღვრელი ფეხბურთელის ჩამოყალიბებას, განაცხადა ბეილმა. საციხარულო ფაქტია ის, რომ უკვე ლეგენდარული ფეხბურთელებიც იმას მოუწოდებენ, რომ კვარაცხელიას მეტი ყურადღება მიაქციონ. მაგალითად, კვარაცხელიას პერფორმანსს გამოიხმაურა ფეხბურთის ლეგენდა რუნიც, რომელიც ქართველის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა. მისმინეთ, ამ ფეხბურთელზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. ის რაც კვარაცხელიამ დღეს ბაიერნის წინააღმდეგ აჩვენა, მხოლოდ ნიჭით ვერ აიხსნება. აქ ხასიათის შანს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2 გოლის გატანა თავისთავად დიდი ამბავია, მაგრამ ჩემთვის უფრო შთამბეჭდავია ის, თუ როგორ შედის მცველთან დუელში, როგორ აიძულებს მას რეაგირებას და შემდეგ როგორ ტოვებს თამაშს მიღმა. კვარაცხელიას აქვს უნარი თავად აკონტროლოს შეტევის რიტმი, რაც მცველებისთვის ძალიან რთული გასანეიტრალებელია. ის არაპროგნოზირებადია და აქვს ის თავდაჯერება, რომელიც დიდ ფეხბურთელებს ჭირდებათ. თითქოს იცის, რომ მოედანზე განსხვავების შექმნა შეუძლია. კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, რომ ძლიერი გუნდი იმ დონეზე აიყვანოს, რომ ტიტულებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. მე რომ მანჩესტერ იუნაიტედის ადგილზე ვიყო, ასეთ მატჩს უბრალოდ არ ვუყურებდი. მაშინ მე მოქმედებაზე გადავიდოდი. კვარა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით? ეს ნამდვილად საუცნებო სცენარია, განაცხადა ინგლისელმა. საბოლოოდ ეს კიდევ ერთი ძლიერი აღიარება. მასზე უკვე ლეგენდებიც საუბრობენ და მოუწოდებენ საფეხბურთო სამყაროს, რომ კვარაცხელიას მეტი ყურადღება მიაქციონ, რადგან ქართველი შეუჩერებელია. ვინ ჩაიბარებს რეალს? მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა. ახალი წესი მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც ცვლილებას გეგმავს FIFA. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით თვენახევარი რჩება და FIFA წესებში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ზიატლეტიკის ინფორმაციით, საუბარი ყვითელ ბარათებს ეხება და ორგანიზაცია სურს, რომ ტურნირზე უფრო კონკურენტული გარემო შექმნას. ავტორიტეტული გამოცემების ცნობით, განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები ფეხბურთელებს პლეი-ოფში არ გადაჰყვებათ და ეგრეთ წოდებული ამნისტია გამოცხადდება. მოგეხსენებათ, აქამდე ყვითელი ბარათები ნახევარფინალიდან ნულდებოდა და სწორედ ამ წესში იგეგმება კორექტივების შეტანა. ზიატლეტიკის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, FIFA-ში ეს ლოგიკურ ნაბიჯად მიაჩნიათ. მათ სურს შემცირდეს რისკი, რომ ფეხბურთელებმა პლეი-ოფის შეხვედრები გამოტოვონ. ხოლო როგორც ირკვევა, ეს საკითხი სამშაბათს FIFA საბჭოს შეხვედრაზე განიხილება და საბოლოოდ დამტკიცდება. და რას ფიქრობთ, მეგობრებო? მიესალმებით თუ არა თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის ამ ახალ წესს? ახლა კი მადრიდის რეალის მწვრთნელის თემაზე გადავიდეთ, რადგან ესპანურ გრანდში ახალი სეზონის წინ ძალიან დიდი გადაწყვეტილება მზადდება. ბრიტანული გამოცემა ზიატლეტიკი წერს, რომ ფლორენტინო პერესის მთავარი კანდიდატი რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მაურინიოა. ამჯერად მწვრთნელის იერბის პროცესს პირადად ფლორენტინო პერესი უხელმძღვანელებს. ეს კი მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ზიატლეტიკის მიხედვით ჩაბი ალონსოს დანიშვნის დროს მთავარი როლი ხოსე ანხელ სანჩეს ჰქონდა. პერესმა კი საბოლოო თანხმობა გასცა. ახლა კი პრეზიდენტი პროცესში უფრო აქტიურად არის ჩართული. მთავარი ინტრიგა კი სწორედ აქ იწყება. პერესი მოურინიოს დაბრუნების მომხრეა. მოგეხსენებათ, ჟოზე რეალში 3 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო. თუმცა მისი პერიოდი მხოლოდ ტიტულებით არ ახსოვთ. მოურინიო სახელთან დაკავშირებულია დაძაბულობა კლუბის შიგნითაც, მათ შორის იკერ კასილასთან კონფლიქტიც, რაც მადრიდელ გულშემატკივრებს დღემდე კარგად ახსოვთ. ამიტომ ეს იდეა რეალში ერთმნიშვნელოვნად მიღებული არ არის. თუმცა პერესს მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვს. ანუ სურათი ასეთია: რეალი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. პერესი პროცესს პირადად აკონტროლებს და მთავარი კითხვა ახლა ასეთია: დაბრუნდა
ბრუნდება თუ არა ჟოზე მაურინიო სანტიაგო ბერნაბეუზე. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.